დღეს მსოფლიო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში იმყოფება. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დღეისათვის მსოფლიომ დაახლოებით 3 ინდუსტრიული რევოლუცია გამლო და ახლა დაწყებულია დაახლოებით 10 წლის წინ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია. პირველი ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის მამამთავარი გახლდა დიდი ბრიტანეთის იმპერია, ძირითად ტექნოლოგიად იყენებდა ორთქლის მანქანების აღმოჩენის საკითხს. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პერიოდამდე მსოფლიოში სამეცნიერო რევოლუციის მიმართულება დაწყებული ზოგადად არ იყო და შესაბამისად მე-18 საუკუნემდე არც ინდუსტრიულ რევოლუცია არ დაწყებულა. იმ დროს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია, ორთქლის მანქანის აღმოჩენამ ხელი შეუწყო მანუფაქტურული წარმოების ჩანაცვლებას, კვლავ წარმოების ნაწილთან დაიწყო მასობრივი წარმოების ნაწილი და შესაბამისად დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი იქცა იმპერიად, რომელმაც პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა მოახერხა სწორედ ორთქლის მანქანების გამოგონებით. მეორე ინდუსტრიულ რევოლუციას საფუძველი დაუდო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მის ეგრეთ წოდებულ გამრღვევ ტექნოლოგიებად მიიჩნევა ელექტროენერგიის გამოგონება და ელექტრონული სისტემების გამოგონება. იმ პერიოდისათვის ეს იყო წარმოუდგენელი გარღვევა და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ინდუსტრიულმა რევოლუციამ პრაქტიკულად პირველზე სახელმწიფოდ აქცია. მესამე ინდუსტრიული რევოლუცია უკავშირდება უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, რომლის დროსაც იწყება ეგრეთ წოდებული კომპიუტერების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანა. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ კომპიუტერულ მეცნიერებების გამოგონებაზე, კომპიუტერები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან 40-იან წლებიდან არის ცნობილი, მაგრამ იმ პერიოდისთვის მათ მხოლოდ კონკრეტული გამოთვლითი ფუნქციები ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდეგაც ასპარეზზე გამოდიან ახალი თაობის მეცნიერები, მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ცნობილ ბრიტანელ მეცნიერს ალან ტიურინგს, რომელმაც ძალიან ცნობილ 1950 წელს გამოცემულ სამეცნიერო პუბლიკაციაში პირველად დააყენა საკითხი იმგვარად, რასაც დღეს მაგალითად თანამედროვე მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში ხელოვნური ინტელექტის ხანას ვეძახით. კერძოდ 1950 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში ალან ტიურინგმა დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო თუ არა ტექნოლოგიები ისეთ დონეზე განვითარებულიყო, რომ მათ მიეღწიათ განვითარების ისეთ ფაზამდე, სადაც შეიძლებოდათ ადამიანის კოგნიტური უნარების მსგავსი ამოცანების გადაჭრა. სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ მესამე ინდუსტრიული რევოლუცია გადასულიყო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში. თუმცა, სანამ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყებოდა, ამ ტექნოლოგიებს ჰქონდა ორი მთავარი პრობლემა. პირველი ეს პრობლემა იყო ეგრეთ წოდებული დიდი მონაცემების არარსეობა, ხოლო მეორე პრობლემა გახლდათ იმ დროისათვის ჯერ კიდევ ინტერნეტის როგორც თანამედროვე ტექნოლოგიის არ ქონა. დაახლოებით მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება სამხედრო პროექტის, ანუ პენტაგონის სამხედრო პროექტის ARPANET-ის მიხედვით ინტერნეტის განვითარება, რომელიც მოგვიანებით პარალელურ რეჟიმში განავითარა აკადემიურმა სექტორმა, უნივერსიტეტებმა, ხოლო მოგვიანებით ის დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში იქცა სამომხმარებლო დონის ინტერნეტად, რასაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს ისტორიული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ იმ ნაწილში, რომ დღეისათვის მსოფლიომ დაიწყო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელსაც სხვაგვარად უწოდებთ სწორედ ციფრულ რევოლუციას, ციფრულ ტრანსფორმაციას და სწორედ ჩვენი დღევანდელი პირველი ლექცია სწორედ ამ საკითხებს ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში გამრღვევი ტექნოლოგია იქნება სწორედ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, თუმცა ის ბადებს ძალიან ბევრ გამოწვევებსაც, რომელზეც ცალკე ლექციაში გვექნება საუბარი, როცა ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებს განვიხილავთ. შესაბამისად, მთავარი საკითხი, რამაც სწორედ ინტერნეტის წარმოშობა განაპირობა და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში გადავედით, ეს არის ციფრული ტრანსფორმაციის ხანა, რომელიც ძალიან ბევრ თავსატეხს და ძალიან ბევრ პრობლემას უჩენს თანამედროვე სამართლებრივ როგორც დოქტრინას, ასევე კანონმდებლობას და პრაქტიკას. საქმე ის გახლავთ, რომ ინტერნეტი თავის დროზე, სანამ შეიქმნებოდა, სამართლებრივი მოდელი მსოფლიოში, კიდევ ძველი რომის იმპერიიდან მოყოლებული, აწყობილი იყო ეგრეთ წოდებულ იურისდიქციულ მოდელზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი სამართლის დარგი, რომელსაც ჩვენ ვარ ვითარებდით 25 საუკუნის განმავლობაში,
იგულისხმება მთელი მსოფლიოს მიერ სამართლებრივი დოქტრინის განვითარების ნაწილი აგებული იყო გარკვეული ტიპის იურისდიქციულ საზღვრებზე, ხომ? ანუ ეს იყო სახელმწიფოებს შორის არსებული სამართალი და შესაბამისად ნებისმიერი სამართლის დარგი, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მიერ იყო მიღებული და იყო რეგულირებული, ის მოქმედებდა მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. გამონაკლისი გახდათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი, რომელიც დღემდე დარჩა მხოლოდ ერთ-ერთ სამართლის დარგად, მაგრამ ყველა დანარჩენი დარგი ყოფილია ეგრეთ წოდებულ იურისდიქციულ მოდელზე. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, 21 საუკუნეში ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად სერიოზული პრობლემა გაჩნდა რეგულაციებთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის ტექნოლოგია, როგორც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია და ცნობილია, რომ ინტერნეტ ტექნოლოგიებს იყენებენ პრაქტიკულად დღეს ყველა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობდეს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, მრავალფეროვანია, ეს იქნება სოციალური ქსელები, იქნება ელექტრონული კომერცია, იქნება ხელოვნური ინტელექტი, იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომელსაც შემდეგ თანდათან განვიხილავთ. შესაბამისად, ინტერნეტი იქცა მთავარ ტექნოლოგიად, რომელზეც ეფუძნება პრაქტიკულად ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაზედაც დღეს ჩვენ გვიწევს საუბარი. შესაბამისად, მთავარ გამაერთიანებელ ტერმინად სამართლებრივი დოქტრინაში დღეს არსებული მოდიფიკაციის მიხედვით შეიძლება მივიჩნიოთ ტექნოლოგიების სამართალი, რომელიც არ წარმოადგენს ერთი კონკრეტულ სამართლის დარგს, ეს გახლავთ სამართლის დარგების ერთობლიობა, სამართლებრივად დაახლოებით ისეთივე წონის, როგორიც არის კერძო სამართალი, ან როგორიც არის თქვათ ბრიტანულ სამართალში business law, აი ამ ნაწილში ტექნოლოგიების სამართალი იქცა ეგრეთ წოდებული ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მარეგულირებელი სამართლებრივი დარგების ერთობლიობის გამსაზღვრელ ტერმინად. სხვაგვარად რომ თქვათ, როგორც კერძო სამართალია გამაერთიანებელი ტერმინი და ის აერთიანებს სამოქალაქო სამართალს და მასში შემოვალ ცალკეულ დარგებს, სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო მემკვიდრეობის სამართალი, ანალოგიურად და ამავე დროს შეგახსენებთ, რომ კერძო სამართალს აქვს დამოუკიდებელი კერძო სამართლის დარგები, როგორიც არის საბანკო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი და ასე შემდეგ. აი ამ ლოგიკით შესაძლებელია ტექნოლოგიების სამართალში გამოიყოს ახალი სამართლის დარგები, რომელიც სრულიად ახალი არა მარტო საქართველოს სამართლებრივი სივრცის და საქართველოს იურიდიული განათლებისთვის, არამედ ახალია მთელი მსოფლიოსთვის. გამრღვევ დარგად და ყველაზე უფრო დიდ დარგად შეიძლება მივიჩნიოთ ინტერნეტ სამართალი, წონადობის მიხედვით დაახლოებით ისეთივე წონა ექნება მას ტექნოლოგიების სამართალში, როგორც სამოქალაქო სამართალს უკავია კერძო სამართალში და ასევე ინტერნეტზე დაფუძნებული სხვადასხვა სამართლის დარგები, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულად ითვლება და დღითი დღე და მომავლისკენ ორიენტირებული სამართლის დარგებია და კიდევ უფრო პოპულარულად იქცევა უახლოეს მომავალში. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტ სამართლის ისეთი დარგები და ზოგადად ტექნოლოგიების სამართლის ისეთი დარგები, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული კომერციის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან ახლოს დგას ტექნოლოგიების სამართალთან, მაგრამ არ მოიცავს მას, გახლავთ დამოუკიდებელი სამართლის დარგი, რომელსაც სამართლის ტექნოლოგიებს უწოდებთ და არა ტექნოლოგიების სამართალს. სამართლის ტექნოლოგიები, სხვაგვარად legal tech-ი, აღიქმება როგორც დამოუკიდებელი სამართლის დარგი, რომელიც პრაქტიკულად არეგულირებს არა უშუალოდ ტექნოლოგიების სამართლებრივ საკითხებს, არამედ იურიდიული სერვისების მიწოდებას, გარკვეული ტიპის კომპიუტერული ტექნოლოგიების პროგრამირების ნაწილში და შესაბამისად legal tech-იც იქცა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად, თუმცა ის ტექნოლოგიების სამართლის არეალში ნაკლებად ხდება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ტექნოლოგიების სამართლის ჭრილში უნდა იქნას განხილული, გახლავთ ორი ტერმინის შემოტანა სამართლებრივ ბრუნვაში და რომელიც გაცდა პრაქტიკულად სამართლებრივ არეალს და გადავიდა საჯარო მმართველობის ნაწილშიც. ეს გახლავთ პირველი ტერმინი ციფრული მმართველობის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოპულარულია, ხოლო მეორე გაჩნდა ციფრული მთავრობის საკითხი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია. ციფრული მმართველობა საქართველოშიც რეგულირებულია
ცალკე კანონით ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ. მოგეხსენებათ, რომ თვითონ ციფრული მმართველობის სააგენტო სწორედ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თავად საჯარო მმართველობა კანონმდებლობის მიხედვით განიმარტება საჯარო მმართველობის განხორციელება, უпростоრედ ციფრული მმართველობა განიმარტება, როგორც საჯარო მმართველობის განხორციელება ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით, ანუ ტექნოლოგიების მხარდაჭერით საჯარო მმართველობის განხორციელებას გულისხმობს. რაც შეეხება ციფრული მთავრობა, ეს უფრო ლოკალური ტერმინია, რომელიც მოიცავს საჯარო მმართველობის განხორციელებას სხვადასხვა სერვისების მიწოდების, ელექტრონული სერვისების განვითარებისა და მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების მხარდაჭერის ნაწილში. შესაბამისად, როცა ვლაპარაკობთ ტექნოლოგიების სამართალზე და მას ვადარებთ ციფრულ ტრანსფორმაციას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები, ელექტრონულ კომერციასთან თუ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული საკითხები, ყველა ეს შევა უახლოეს მომავალში ტექნოლოგიების სამართლის რეგულირების არეალში. უშუალოდ ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს ტექნოლოგიების სამართალს, როგორც ზემოთაც აღნიშნეთ, სწორედ იურისდიქციული პრობლემა წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ტექნოლოგიების სამართალში რა ნორმატიული აქტები შეიძლება გახდეს მთავარი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რა გამოწვევების პრაქტიკულად დღეისათვის ჩვენ სამართალში გვაქვს, ეს არის იურისდიქციების არარსეობა, საზღვრების არარსეობა ამ ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში დადებული ნებისმიერი კატეგორიის გარიგება არ ექვემდებარება ერთი კონკრეტული ქვეყნის სამართალს, რადგან რეალურად ის არ არის ჩაკეტილი შესაბამის იურისდიქციაში. ანალოგიური პრობლემა ჩნდება სოციალური ქსელების სამართალში, იგივე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ნაწილში, ანუ პრაქტიკულად ტექნოლოგიების სამართალი დღეისათვის იქცა ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულად რეგულირებად სამართლის დარგად. შესაბამისად, შემდეგი ლექცია მიეძღვნება ინტერნეტის სამართლებრივ რეგულირებას, ინტერნეტს როგორც დამოუკიდებელ სამართლის დარგს, მიეძღვნება ინტერნეტის წყაროებს, ანუ რომელ ნორმატიულ ბაზას იყენებს ინტერნეტი რეგულაციების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც განვიხილავთ, იქნება ეგრეთ წოდებული პლატფორმების სამართალი, ასევე განვიხილავთ რა არის სპამი და სპამთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორია ტენდენცია მთელ მსოფლიოში, ხოლო მსოფლიოს შემდგომ როგორია ადგილობრივი რეგულაციები. გულისხმობ შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.